ჩვენ განვაგრძობთ ივანიშვილისა და რუხაძის ბიზნეს კავშირების კვლევას. წინა გადაცემაში მოგიყევით, რომ ნიდერლანდებში რეგისტრირებულ ცემენტ ინვესტში, რომელიც თავის მხრივ ქართულ ცემენტს ფლობს და სადაც ბოლო 2 წელში ივანიშვილების ოჯახი და იმედის მფლობელი წილებს ერთმანეთში ინაწილებენ, ამ ეტაპზე რუხაძეს საკონტროლო პაკეტი აღარ ჰქონდა და ხელმძღვანელის პოსტიც დათმო. გაჩნდა კითხვა, უკავშირდება თუ არა ეს გადალაგებები სანქციებს და ხდება თუ არა ფორმალური დისტანცირება ერთმანეთთან. კითხვაზე წერილობითი მოკლე პასუხი რამდენიმე დღეში დაგვიბრუნდა და გთავაზობთ რუხაძის გამოხმაურებას. არ გავსულვართ, 51% აქვს ჩვენ ჯგუფს ჰანიվել ცემენტში ბენეფიციალური მფლობელობის. უბრალოდ ყველა მფლობელი ქვედა დონის კომპანიაში ჩამოვედით ცოტა ხნის წინ, მაგრამ როგორც ვიყავით წილში, ისევე ვართ. ადრე უფრო ზედა დონის კომპანიაში ვიყავით და ახლა პირდაპირ ქართული ცემენტის დედა კომპანიაში ვხვდებით ერთმანეთს. ჩვენ ცხადია, ეს პასუხიც ნიდერლანდების რეესტრსა და ოფიციალურ დოკუმენტებში გადავამოწმეთ. ამჯერად დავუკავშირდით ცნობილ საგამოძიებო ჯგუფს Follow the Money-ს, რომელიც აქტიურად სწავლობს და რამდენიმე გამოძიება უკვე მიუძღვნა რუხაძე ივანიშვილს. შესწავლილი აქვს ნიდერლანდებში რეგისტრირებული ქართველი ბიზნესმენების კომპანიების სტრუქტურა, თანამშრომლობს საერთაშორისო გამჭვირვალობასთან. მას ასე რუხაძის ლოგიკას რომ გავყვეთ, თუ წილების გადანაწილებამ ქვედა კომპანიაში, ანუ კავკასუს ცემენტში გადაინაცვლა და მას იქ წილი შეუმცირდა 41%-მდე, გამოდის, რომ ივანიშვილებსაც აღარ აქვს საკონტროლო პაკეტი და დაიტოვეს 59%, რადგან აქამდე არსებული ყველა საჯარო მონაცემით წლებია 10%-ს უცვლელად ნატალია ლამპრიანოვა-ბეჟუაშვილი ფლობს. ცნობისთვის ცემენტ ინვესტისგან განსხვავებით ქვედა კომპანიაში ახალი განაწილება დაფარულია. ამიტომ რუხაძისვე ვერსიით გამოდის, რომ საქართველოში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან აქტივში წილები ისე გადანაწილდა ივანიშვილებსა და რუხაძეს შორის, რომ სანქციები ვერ მისწვდეს. აქვე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დეტალი, ოლიგარქები არც მალავენ, რომ სანქციები ძალიან ახლოსაა, კომპანიის წესდებაში გაჩნდა უჩვეულო დათქმა, რომელიც პირდაპირ სანქციების დაწესების შემდგომ ქცევას განსაზღვრავს. წესდების პირველი მუხლი, ფინანსური სანქციები. ყველა სავაჭრო ემბარგო ან ფინანსური სანქცია, რომელიც შეიძლება დაწესდეს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს ან და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ან და ნებისმიერი შემზღუდავი ღონისძიება დაწესებული უფლებამოსილი ხელისუფლების მიერ, სანქცირებული ჯგუფი, პირი, რომელზედაც ვრცელდება სანქციები, ან ნებისმიერი კომპანია, რომელშიც ასეთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს 50%-ს ან მეტს ან აკონტროლებს კომპანიას. წესდების 15.2 მუხლი. დირექტორი, რომლის თანამდებობაზე გამწესებული აუქციონერი აღმოჩნდება სანქცირებული, აღარ ისარგებლეს ხმის უფლებით. თუ ასეთი შეზღუდვის შედეგად ყველა დირექტორს შეეზღუდება საბჭოს მოწვევისა და ხმის უფლება, მაშინ დამოუკიდებელი დირექტორი გააგრძელებს კომპანიის დროებით მართვას იქამდე, ვიდრე აუქციონერზე დაწესებული ფინანსური ან მეორეული სანქციები გაუქმდება. როგორც Follow the Money-ს მკვლევრებთან დავაზუსტეთ, ასეთი კომბინაციები წილებში და შეცვლილი წესდება სანქციების მოლოდინს უნდა უკავშირდებოდეს. მსგავსი ჩანაწერი კი იშვიათობა ყოფილა. აქვე კიდევ ერთი დეტალი, კავკასუს ცემენტში მესამე დირექტორად რუხაძეს და ივანიშვილების დანიშნულ თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელთან ერთად გვხვდება უცხოელი მმართველი ტომ სმიტი. მისი ორი წინამორბედი კი Follow the Money-ს გამოძიების შემდეგ წყვეტს რუხაძე ივანიშვილებთან თანამშრომლობას. ჩვენ სმიტსაც დაუკავშირდით, თუმცა პასუხი ამ ეტაპზე არ ყოფილა. To me, it is quite likely that those changes have been made to avoid sanctions. კომპანიის წილებში განხორციელებული ეს ცვლილება დიდწილად ჩემთვის სანქციებისგან თავის არიდებისთვის გაკეთებულს გავს. რადგან, როგორც წესი, ევროკავშირი ასანქცირებს, ყინავს იმ აქტივებს, რომელშიც პირი წილების უმრავლესობას, ანუ 50%-ზე მეტს ფლობს. ივანიშვილმა და რუხაძემ კი თავიანთი წილები შეამცირეს ისე, რომ ის იყოს 50%-ზე ნაკლები. თუმცა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბევრმა სანქცირებულმა რუსმა გამოიყენა ეს ხრიკი და ამიტომ ევროკავშირმა კიდევ უფრო მეტად გაამკაცრა რეგულაციები. კერძოდ, როდესაც ნათელია, რომ კომპანიის მფლობელობის სტრუქტურა შეიცვალა მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდონ სანქციები, ევროკავშირს შეუძლია მაინც იმოქმედოს. მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდი კავკასუს ცემენტთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს და ჩვენი ორი პუბლიკაციის შემდეგ ამ კომპანიის ორი დირექტორი გადადგა. ერთ-ერთმა განმიცხადა, რომ ის გადადგა ჩემი სტატიის შემდეგ და რომ მან დირექტორად დანიშვნისას დაუშვა შეცდომა, რადგან არ იცოდა, რამდენად ცუდი ადამიანები იყვნენ ეს ორი, ივანიშვილი, რუხაძე. მე არ ვიცი, წესდებაში არსებული ჩანაწერები რამდენად პირდაპირი აღიარებაა მათი მხრიდან, თუმცა მე ღრმად ვარ დარწმუნებული. ეს მიანიშნებს, რომ მათ სანქციების ეშინიათ. წესდებაში მსგავსი ჩანაწერი იშვიათობაა ნიდერლანდურ კომპანიებში. მე მსგავსი ჩანაწერი არ მინახავს ბევრი ისეთი კომპანიის წესდებაშიც, რომლებიც რუს პირებთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ევროკავშირის მიერ ჯერ რაიმე მნიშვნელოვანი განვითარება ქართველების დასანქცირების მიმართულებით მიმდინარე წელს არ ყოფილა. ჩვენ ვაკეთებთ ანგარიშებს
იცნობს ივანიშვილსა და რუხაძის შესახებ, იმიტომ რომ ისინი მთავარ როლს ასრულებს ქართული დემოკრატიის განადგურებასა და მათი ქვეყნების ევროკავშირისგან ჩამოშორებაში. საინტერესოა, რომ ისინი ამას აკეთებენ იმის პარალელურად, რომ ინარჩუნებენ ბიზნეს ინტერესებს იმავე ევროკავშირში. ჩემი კომპანია Follow the Money იკვლევს ფულის მოძრაობას და როდესაც ჩვენ აღმოვაჩინეთ განსაკუთრებით რუხაძის შემთხვევაში, რომ მას გააჩნია მჭიდრო ბიზნეს კავშირები ნიდერლანდებთან, ჩვენ მივხვდით, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ამბავი საზოგადოებისთვის გასაცნობად. და აქვე კიდევ ერთი სიახლე, თუ ამ თემის გამოსაკვლევად წინა გადაცემისთვის თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელ დავით გალუაშვილს შევეხმიანეთ, ამჯერად აქაც ცვლილებებია თანაინვესტირების ქართული ფონდის GCF პარტნიორების დირექტორად ივანიშვილმა ცოლის ნათესავი და დაახლოებული პირი ივანე ხვედელიძე დანიშნა.